უახლოეს დღეებში ძალიან ბევრი დეტალი გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის. სიახლეები, რასაც გიორგი ჩიკვაიძე ასახელებს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ეხება. ბიზნესმენი ყვება, რომ სპეცრაზმელებს უწყება დაპირებულ თანხას ვეღარ უხდის. ამ ფონზე კი, როცა მათ საკუთარი მოქალაქეების სასტიკ დარბევაში უწევთ მონაწილეობის მიღება, დავალების შესრულება აღარავის უნდა. სხვა ბერთან მაქვს მე კიდე კომუნიკაცია, არა მარტო ძალოვან სტრუქტურაში, პირდაპირ გეტყვით, რომ განსაკუთრებით ძალოვანი უწყებები. ფაქტიურად ჩამოშლის ზღვარზე არიან, გარდა ამისა მათ აქვთ თუნდაც გედედეში სერიოზული ფინანსური პრობლემები, მათ ვალი აქვთ აი ამ დამრბევის ზონდერების სახელმწიფოს, რომელიც ჯერ არა უნდა ზღაურებიათ და გარდა ამისა რიგი წყებაა პრობლემების. გიორგი ჩიკვაიძე ის პირია, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროს ქვეყნის დატოვებაში დაეხმარა. გედედეს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება ოჯახის წევრებისა და არასრულწლოვანი შვილების უსაფრთხოების ხელყოფის მუქარის შემდეგ მიიღო. საფრთხე იმისა, რომ საზღვრის დატოვებისას მას ოლიგარქიული რეჟიმი პრობლემებს შეუქმნიდა, დიდი იყო. ემუქრებოდნენ შვილების, ასე ვთქვათ, უსაფრთხოებით და რა თქმა უნდა ეხა ეს გახდა ამ ადამიანის ინდიკატორი, რომ რაღაცა დაეწყო კომუნიკაციები და მაქსიმალურად მისი ოჯახის უსაფრთხოება უზრუნველყო. მოხდა ჩვენი კომუნიკაცია, რადგან მე უკვე ამ რეჟიმის პირობებში 1 წელია დაახლოებით იგივეს გავდივარ, რასაც ყველა დასჯილია ამ ხელისუფლებიდან. და რა თქმა უნდა იმ გამოცდილებით, რომელიც ჰქონდა მიღებული, მე გამოვიყენეთ პლუს ჩემი კონტაქტები, ეს იქნებოდა ამერიკის საელჩოში თუ საქართველოს გარეთ, რა დონის კომუნიკაცია ჩვენ შორის ყოფილა, მას არასდროს უხსენებია თუნდაც ღია საუბრებში, რომ მას ოდესმე ეშინოდა სანქციები. აქ იყო ლაპარაკი ღირსებაზე. ფაქტია, ირაკლი შაიშმელაშვილის გადაწყვეტილებით ქართული ოცნების ძალოვან უწყებას დიდი ზიანი მიადგა. ყოფილი მაღალჩინოსანი მთავარი გადაწყვეტილებების მიმღები პირი იყო, მათ შორის აქციების დარბევებთან დაკავშირებით და უწყებაში მიმდინარე პროცესებზე დეტალურ ინფორმაციას ფლობს. მან ყველაფერი იცის იმ ძალადობრივ მეთოდებსაც, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდა. იცის იმ ფაქტების შესახებაც, რომელიც ქართული უსაფრთხოების სამსახურის რუსეთთან თანამშრომლობას ადასტურებს. ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, რომლებმაც წარმოუდგენელი მხარდაჭერა და სიყვარული გამოხატეს. იმედი მაქვს, რომ მომეცემა შესაძლებლობა ეს პატივისცემა ღირსეულად გადავიხადო. მალე დაგიბრუნდებით. ახლა მთავარი კითხვაა, კონკრეტულად რის გამო წავიდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსის სისტემის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაში არ მოხვდა. სავარაუდოა ისიც, რომ მას ამის მოლოდინი ჰქონდა და მაგნიცკის სიაში ვახტანგ გომელაურსა და მილერი ლაგაზაურთან ერთად აღმოჩნდებოდა. ჯერ აქ სრულჩვენებებს იძლევიან და სისტემის ნაწილი არიან და მერე გადიან ხოლმე ქვეყნიდან და იქ თავშესაფარს ითხოვენ ხოლმე როგორც სისტემიდან ჩაგრულები და ამის არაერთი მაგალითი მინახავს ჩვენ. აჩახაც კონკრეტულად ჩაიშმელაშვილს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირია და იმედია რომ რაღაცა ინფორმაციები აქვს რომელიც შეიძლება დაასაჯაროოს და სამში წაადგეს ამ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთი ადამიანი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატრაბელია და მათ შორის მაღალი რისკი იყო რომ ის ამ სანქციების ქვეშ მოყოლიყო პირადად. ეხლა მე ვერ დავიწყებ იმაზე სპეკულირებას, ეს იმიტომ გააკეთა რომ რაღაც ზღვარს გადაცდა ქცევა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში, მან პირადი საფრთხე იგრძნო სანქციის თუ რაიმე სხვა, ამაზე სპეკულირება ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სერიოზული, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა იქიდან წამოსვლამ სერიოზული ზიანი მიაყენა სისტემას. ძალოვან უწყებაში რღვევა დაწყებულია. მთავარი არხის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ თანამშრომლები. მიზეზი უკანონო დავალების შესრულებაზე უარის თქმაა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დატოვა გიორგი გოგინაშვილმა. პატრული ინსპექტორმა ღიად დაგმოოცნების რუსული პოლიტიკა და გომელაურის უწყებას პატაკით 4 დეკემბერს მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი პასუხი მაქსიმალურად გააჭიანურა და მან შესაბამისი ბრძანება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დათხოვილია გუშინ მიიღო. დღეს მოვიდა მინისტრის ბრძანება. შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან დათხოვილი ვარ. დავტოვე შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები, მაგრამ ვაგრძელებ სამშობლოს სამსახურში ყოფნას. დგავარ იქ, სადაც მეტად სჭირდება ჩემს ქვეყანას. მარტის აქციების დროს სამსახური დატოვა პოლიციის კაპიტანმა თამთა რეხვიაშვილმა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მან 30 ნოემბერს გაავრცელა და დაწერა, რომ ის დგას ისტორიის სწორ მხარეს და აღარ მუშაობს იმ უწყებაში, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა მის მოსამსახურედ აქცია.
მაისის აქციების დროს პატაკი დავწერე და სამსახურიდან წამოვედი, იმიტომ რომ არ მინდოდა ხელისუფლების მიერ მხარეთ ქცეული პოლიციის ნაწილი ვყოფილიყავი. არ მინდოდა მომავალში იმ სიჩუმის გამო დამერცხვინა, რომელსაც პოლიციის ნეიტრალურობა ვეღარ ამართლებდა. იმიტომ რომ არ მინდოდა სისტემის ერთგულება საკუთარი სინდისის ხალატად დამჯდომოდა. ძალოვანი უწყება, რომ ჩამოშლის პირასაა, ამას ადასტურებს ჩვენი ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროში 250-ზე მეტი განაცხადიდებს სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რასაც ეგრეთ წოდებული მინისტრი ამ დრომდე არ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ ოცნებამ უკვე დაამტკიცა ცვლილებები პოლიციის შესახებ კანონში, რომლითაც შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს უფლება პოლიციაში სამუშაოდ პირი სპეციალური კონკურსის გავლის და ყოველგვარი კომპეტენციის გარეშე მიიღოს.